საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში თომას ჯეფერსონის კვლევითმა ცენტრმა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან ერთად გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების პროექტის ფარგლებში განახორციელა ლექციების კურსი სახელწოდებით ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება. პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მიეწოდებინათ ამომწურავი ინფორმაცია ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და გაეცნოთ პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში უსაფრთხოებისა და დაზვერვის ეფექტიანობის გაზრდისკენ. ასევე გაანალიზებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი რისკები, როგორიცაა ტერორისტული ქსელები, უცხოელი მებრძოლების ფენომენი და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. კურსი ჩატარდა როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. ჩვენი ცენტრის მისიაა საქართველოში ანალიტიკური კულტურის ამაღლება და კადრების განვითარება. რაც შეეხება ხედვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძირითადად ფოკუსირებულია ადაპტაციაზე და ინოვაციებზე. რაც შეეხება გეგმებს, გეგმავთ, რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ კვლევითი საქმიანობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, კიბერუსაფრთხოების მიმართ, აგრეთვე გეოპოლიტიკური რისკების მიმართ. ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს კრიტიკული ანალიზის პლატფორმებს, რითაც უკვე ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ მიიღონ მაქსიმალურად ფუნდამენტური ინფორმაცია, განავითარონ კვლევითი უნარები, განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი ისევ და ისევ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ტერორიზმი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გლობალურ გამოწვევად მიმაჩნია, რადგან ის არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ არღვევს საერთაშორისო სტაბილურობას, შესაბამისად ზღუდავს დემოკრატიულ ფასეულობებს და ქმნის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ მოცემულ პროექტში მივიღო მონაწილეობა. საქართველოსთვის მინდა ვთქვა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა მდებარეობს გეოპოლიტიკურად სენსიტიურ რეგიონში, სადაც უსაფრთხოების რისკები მაღალია, როგორც მცირე რესურსების მქონე სახელმწიფო საქართველოს მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავდაცვითი, დაზვერვითი, პრევენციული შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე სტანდარტები და პროფესიული კადრების განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას ქვეყნის სტაბილურობაზე და რა თქმა უნდა ეკონომიკურ განვითარებაზე და იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რა თქმა უნდა უფრო დაუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებსაც. პროექტმა რეალურად გაგვაძლიერა ანალიტიკური მსჯელობის, საფრთხების შეფასების, ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაგების უნარებით და გარდა თეორიისა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რამაც დაგვარწმუნა თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კრიტიკული აზროვნება, მონაცემების სისუსტე და სწრაფი, სწორად არგუმენტირებული გადაწყვეტილებები. პროექტში გამოყენებული იყო სემინარები, ჯგუფური მუშაობა და ასევე დავალებებს ვასრულებთ ბრიტანეთის პორტალებზე. ამით მე ვფიქრობ, რომ მონაწილეებს საშუალება ეძლეოდათ უფრო გაეღმავებინათ საკუთარი ცოდნა და უნარები, რათა შეძლებოდათ ტერორიზმთან დაკავშირებული რისკების მარტივად გამოვლინება და შეფასება. თანამედროვე პერიოდში სპეცოპერაციები ნაკლებად სახიფათო და მეტად ინფორმირებულ პროცესად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ პერიოდში ინფორმაციის მოძიება, დრონები და ციფრული ანალიტიკა საშუალებას იძლევა, რომ სპეცოპერაციები უკეთესად დაიგეგმოს და მათი რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. იმ სტუდენტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს უსაფრთხოების და დაზვერვის სფეროში კარიერის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა ვურჩევ, რომ უფრო გაიღმავონ საკუთარი ცოდნა, როგორც თეორიულად, ისე ანალიტიკური მიმართულებით, რადგან აქ მნიშვნელოვანია უფრო კრიტიკული აზროვნების და ინფორმაციის სწორად დამუშავების უნარი. ეს პროექტი იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის, ვინაიდან რადგან მე ვარ საერთაშორისო სტუდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში და ძალიან ბევრი ცოდნა შევიძინე ტერორისტულ უსაფრთხოებებზე, ასევე ჩვენი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე და ძალიან საინტერესო თემა იყო აქედან გამომდინარე, რადგან საერთაშორისო სტუდენტს უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, საბაზისო სწავლა იყო ჩემთვის, ვინაიდან რადგან ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ასევე ძალიან კარგი მენტორები იყვნენ, საკმაოდ კარგად განავრცეს ეს თემები, კარგად აგვიხსენეს ყველაფერი და სამომავლოდ როგორც ვახსენე, ჩვენ ხელში არის ჩვენი ქვეყნის ბედი და ეს ყველაფერი საბაზისო ცოდნა არის იმისთვის, რომ მომავალი შევქმნათ ჩვენით. ჩვენ ცენტრი მოქმედებს როგორც ხიდი საქართველოსსა და საერთაშორისო უსაფრთხოების წამყვან ინსტიტუტებს შორის. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ქსელებს აქტიურად, რათა შემოვიტანოთ საუკეთესო უცხოური პრაქტიკა და ექსპერტიზა ტერორიზმთან ბრძოლის, დაზვერვისა და უსაფრთხოების მართვის მიმართულებით. მომავალში გეგმავთ მეტერთობლივ კვლევით პროექტს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორებთან ერთად, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების ცოდნის გაზიარების პროცესში და აქტიურად შეიტანონ წვლილი რეგიონალურ თანამშრომლობაში. პირველ რიგში კურსი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით იმ თემების გამო, რაც გავიარეთ. ტერორისტული ქსელების იდენტიფიცირება, კიბერტერორიზმი, უცხოელი ტერორისტები
და მებრძოლები. ამ ყველაფერმა ნაცვლად გვანახა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ტერორისტული ქსელები საზღვრებს არ ცნობს და არც კიბერუსაფრთხოება, მხოლოდ ერთი ქვეყნის საკითხი. ამიტომ ინფორმაციის გაზიარება, პარტნიორობა და ერთობლივი სტრატეგიები ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ აისახება. როდესაც სწავლობ, როგორ იდენტიფიცირდება ტერორისტული ქსელი, როგორ ამოიცნობა კიბერტერორიზმის საფრთხები ან როგორ მოძრაობენ უცხოელი ტერორისტი მებრძოლები. უკვე გექმნება წარმოდგენა, რა პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ მონაწილეები ნამდვილად უფრო მომზადებულები ვართ ამ პროექტის შემდეგ და ვიცით რა ტიპის ანალიზი და მიდგომები მუშაობს უსაფრთხოების და დაზვერვის სისტემაში. ეს ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება მომავალში რეალურ პროცესებში და გამოვიყენებთ.